დილო მშვიდობისა ჩემო საყვარელო ხალხო. ალბათ ნახავდით ჩემს გუშინდელ წერილს ქრისტეს მიმართ. ძალიან რთულია იმის ახსნა, რაც ახლა ჩემში ტრანსფორმირდება და მინდა რომ უბრალოდ აგიხსნათ, არავის გონების გადატრიალებას არ ვცდილობ, უბრალოდ ან გაიგებთ, ან არა ჩემს ტრანსფორმაციას. ვინც გაიგებს, ის ქრისტიანია, ვინც ვერ გაიგებს, ის უღმერთოა. ადამიანები არიან ასე თუ ისე ერთ ჩარჩოში მოქცეული და ცდილობენ ამ ჩარჩოს მყარად შენარჩუნებას, იმისათვის, რომ არ გაიხედონ ჩარჩოს იქეთ. რამეთუ უამრავ ადამიანს ეშინია სიახლის და ამისათვის ყინავს თავის შინაგანს, რომ არასდროს არ გაიხედოს ჩარჩოს მიღმა. ხშირად მიფიქრია, მაგრამ არასდროს არ გავფრაზებულ ვარ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შეიძლება მართლაც აქვს რაიმე გამოსავალი ამ ახსნას. ექნება ახსნა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ახსნა აქვს მხოლოდ ერთი. რას აქვს ახსნა? ქრისტეს შეწირვას. მოდი ესე ვიტყვი. ქრისტე როგორც იყო, ისე რჩება ჩემს არსში. ადამიანად, რომელიც მართლაც სიყვარულით სავსეა და ცდილობს სიბნელის დამარცხებას, ცდილობს სიბნელეზე გამარჯვებას. მაგრამ მისი მამა, რომელიც სხვა გზას ვერ იპოვის და ვერ გადაარჩენს ქრისტეს, გარდა ერთისა, რომ ქრისტე უნდა შეეწიროს და ქრისტემ უნდა დაღვაროს სისხლი ჩვენთვის, სხვაგვარად თურმე გადარჩენა არ ხდება. აი ამ საკითხს შევეხე გუშინ ჩემს წერილში და მინდა რომ ახლაც გიპასუხოთ ძალიან მტკიცედ. მამა, რომელიც შვილს გასწირავს ყრუ და ბრმა მოდგმისთვის, ის ჩემთვის ძალიან სასტიკი მამაა. მამა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია თქვას და რომელსაც შეუძლია რომ თქვას და იქმნას ნათელი. ვერ შეუძლია თქვას, რომ გეყოთ კმარად ამდენი სისხლის ხრა. ჩემი შვილი არ მოსულა იმისათვის, რომ თქვენი საჯიჯგნი გახდეს. რატომ ვერ თქვა ეს მამამ? ვიღაცები ახსნიან, რომ ეს რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ვერ მივხვდებოდით ვერაფერს. ახლა ხომ მივხვდით, ახლა ხომ შევიცვალეთ და ახლა ხომ რას ლაპარაკობ, აგერ როგორც ქრისტეს გვერდზე კეკელია დგას და გენიტალიებზე ბერი გაბრიელი უკიდია. ეს ხომ რას ლაპარაკობ, გასხივოსნების ტოლფასია. ერთ დროს ბერი გაბრიელი სწორედ აი ამ ადამიანების მიერ იყო განკვეთილი ეკლესიიდან და სწორედ ეს ადამიანები დასცინოდნენ მას, როდესაც ცოცხალი იყო. შემდეგ გარდაიცვალა და დაიწყეს მისი ვაჭრობა, ისევე როგორც მისი შეურაცხყოფა და მისი ხატის გენიტალიებზე დაკიდება.
შეიცვალა რამე ქრისტე, მე გეკითხები შენ. მეკითხები ქრისტეს, ნუ თუ შეიცვალა რამე, მას მერე რაც შენ ჯვარს გაცვეს და რაც შენ მამის ნებით აღასრულე, ნუ თუ შეიცვალა რამე. გულშინ მე ძალიან სიღრმეში ჩავედი და მივხვდი, რომ ქრისტეს მამა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ არსად შერაცხეს ქრისტეს მამა სული წმინდა და თავად ქრისტე, მე ამას შინაგანად ვერ ვეთანხმები. შინაგანი მეუბნება, რომ ქრისტე მამის ნებაზე მიდის, რომელი მამაც შვილს წირავს არაფრისთვის. მართლაც არაფრისთვის. მითხარით, რა შეიცვალა მას მერე, რაც ქრისტე ჯვარს ვაცვით. მითხარით და შეიძლება დაგიჯეროთ. შეიცვალა მხოლოდ ერთი. აქამდე თუ ადამიანები იაჰვეს სახელით სწირავდნენ და კლავდნენ და ბრძანებლობდნენ, ახლა ქრისტეს სახელით აკეთებენ იგივეს. განა ეს შეცვალა მამაზე ცირმა, რომელიც ქრისტეს მამად არის წოდებული. მე მაქვს სრული უფლება გავბრაზდე თავად ქრისტეს მამაზე, რამე თუ ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანური ტკივილით ვესაუბრებით მამას, ქრისტეს მამას. ქრისტეს მამას, რომ ჩვენი განათლება სდომებოდა, თავის შვილის სისხლს ჩვენს ხელებზე არ შეათითხნიდა. ქრისტეს მამას, რომ სდომებოდა ჩვენი განათლება, თავის შვილის სიკვდილს აგვარიდებდა და გვეთხოვდა, შვილნო, ბრმანო და უკეთურნო, თქვენ ვერც ასე სწავლობთ და ვერც ისე. მოდი, წავიყვან ჩემს შვილს, რომ არ გაკვლევინოთ უდანაშაულო ბატკანი და მე სხვანაირად მოგივლით. თქვენ ხედავთ თუ როგორ დღეში ვართ დღეს. რამ გვიხსნა და როგორ გვიხსნა, ეგ საკითხავია და გვიხსნა თუ არა, ისიც საკითხავია. თუ კი ჩვენ ქრისტეს სისხლით მოვინათლეთ და ქრისტეს სისხლით ვიქეცით სუფთა, ასეთი მამა სასტიკია თავისი შვილის სისხლით გვნათლავდეს და გვასუფთავებდეს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ქრისტეს მამამ გაუკეთა თავის შვილს. ამას არისავთ ალბათ დედა და ეცდებოდა ყველანაირი გზით გადაერჩინა თავისი შვილიც და ის ხალხიც, ვინც სიბნელეშია. მართლაც გეუბნებით, ეს ჩემი გულიდან გამონათქვამი ტკივილია, რომ შვილი გასწირო და ვერც ვერაფერი შეცვალო. თქვენ ხედავთ დაბლა ეკლესიას, რა დღეშია ჩვენი ეკლესია. მაღლა კი ხედავთ მამად წოდებულ შალვას, რომელსაც რამდენიმე ათასიანი ანაფორა აცვია. თქვენ ხედავთ დაბლა კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიას. ეს ეკლესია ყოველს ფეხზე კიდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად ლამაზად ჩაიცმევენ ისინი ქადაგების დროს.
განამითხარი ქრისტე, გეკითხები, რამე შეცვალა შენმა სისხლის ხრამ? არამე შენზე გაბრაზებული კი არ ვარ, შენს მამაზე ვარ გაბრაზებული. თუ კი რამის შეცვლა შეეძლო მამა შენს, შეეცვალა ის შენი სისხლის ხვრის გარეშე. აჰა, გავიდა 2024 წელი და დღემდე სიბნელეში და სილენჩეში დავრჩით, დაწყებული სასულიერო პირებიდან დამთავრებული საერო პირებამდე. ქრისტე, შენ მართლაც დაამტკიცე, რომ ხარ ძლიერი, მართლაც დაამტკიცე, რომ შეგიძლია სიკვდილზე გამარჯვება, მაგრამ ვერ ვამართლებ მამა შენს, რომელსაც შეუძლია თქვა სიტყვა და იქმნას ნათელი, თქვა სიტყვა და იქმნას ყოველი ზეციურნი, ვარსკვლავნი და ნათობნი, თქვა სიტყვა და შექმნას ყოველივე, მაგრამ არ შეუძლია თქვა სიტყვა და გაუნათოს ადამიანებს გონება. ვერ ვეთანხმები მამა შენს, რომელიც ამბობს, რომ აჰა, შევწირავ ჩემს შვილს, რამე თუ გაგინათდეთ გონება, რამე თუ მამა შვილის სისხლის ხარჯზე არ უნდა იყოს აგებული. იცი, საერთოდ სრულ შიზოფრენიაში ვცხოვრობთ, კაცობრიობა. გაორება კი არა, გაათება გვჭირს. ერთი მხრივ გონია, რომ გვიხსნა ქრისტემ, მეორეს მხრივ იგივე სიბნელეში და ჭაობში ვცხოვრობთ. მხოლოდ ერთხელ ზეიმობთ ქრისტეს ამაღლებას და წელიწადში დანარჩენი ყველა ის დღე მივდირით ქრისტეს ჯვარცმას. ой, საკვირველება ვრანაირი მამაა ასეთი, რომ ვერც ის დაგვანახა, რომ სიცოცხლე არსებობს სიკვდილის შემდეგ და ვერც ის გაგვაგებინა, რომ თავისი შვილის სისხლი იყო საბოლოო და ამის შემდეგ სისხლი აღარ უნდა დაყრილიყო. მაგრამ ვერც ის შეცვალა და ვერც ის, რომ თავისი შვილი გადაერჩინა ამ უკეთური და მრუში მოდგმისაგან. ვერც ჩვენ გადაგვარჩინა და ვერც თავისი შვილი, ვერც კაცობრიობა და ვერც სიბნელე მოიცვა ნათელით. მე ასეთი მამის არ მწამს, რომელიც ვერ მეხმარება შემოვიდანო სინათლე ჩემში. გუშინ წინ ხედავდი ადამიანის თვალებს, რომელიც სიმართლეს მეუბნებოდა. ბევრი ვიწვალე და ბევრი ვეცადე, შემეცვალა ამ დედამიწაზე სიბნელე, მაგრამ ამაოდ. ამა დედამიწის ბრძანებელი მაინც სატანაა, ლამაზ ანაფორაში გამოწყობილი და გენიტალიებზე წმინდანები უკიდია. აზრი არ აქვს. ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით. ამბობდნენ თვალები და თან იმედით იყო სავსე, რამე თუ ჩვენ სინათლეში წავალთ.
აქ დარჩება სიბნელე, სადაც მამების შვილებს წირავენ და ხალხი კიდე ადამიანებს სინათლის ჭერებს ჯვარზე აკრავენ. აი ეს არის დღევანდელი რეალობა სრულიად დედამიწაზე. ფსევდო ქრისტიანები, ფსევდო სიხარული, ყველაფერი მოჩვენებითი და ვითომ ხსნილი ცოდებისაგან. არა, ძალიან ცდებით თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ქრისტემ გვიხსნა რამისგან. ქრისტემ თავის თავი იხსნა მხოლოდ ამას სოფლისა სიბნელისაგან და თქვა, მე აქ აღარ მოვალ, სხვა ნუ გეშინის მცემელს მოგივლენთო. ქრისტე აღარ დაბრუნდება დედამიწაზე. ერთი რამ გითხრა, რომ შეგიძლია თავად გახდე ქრისტეო, ასე რომ შენ თუ ქრისტეს მოსვლის იმედზე ცხოვრობ, რომ ის გადაგარჩენს კვლავ, ძალიან ცდები მეგობარო. ალბათ ვერ გაიგებს უმრავლესობა ამ ჩემს საუბარს. რა თქმა უნდა ვერ გაიგებს. ქვებსაც კარგად მოამზადებს ჩასაქოლად. მეთქვის, ქრისტე მამა და სულიწმინდა ერთნი არიან. ქრისტე მამაა და მამა ქრისტეა და სულიწმინდაც, რასაც აბსოლუტური შიზოფრენია ქვია. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე რომ მამა ყოფილიყო, ქრისტე არ დაუშვებდა თავისი შვილის ჯვარცმას. იმიტომ რომ ქრისტე უფრო მეც იზავდა. ნებას მისას აღასრულებდა და თხოვნა მამის მიმართ, თუ შეგიძლია ამარიტო ეს სასმელი, მაშინ ამარიტეო, მაგრამ იყოს ნება შენიო და აი კიდევაც ვიხილეთ რა იყო მამის ნება. ქრისტე მაპატიე, მაგრამ შენი მამა სასტიკია. შენ რომ ყოფილიყავი მამა, შენ ამას სრულიად სხვაგვარად წარმართავდი. რამე თუ შენი ნება იყო ამ სისხლის ხრის არიდება. მაპატიე, მაგრამ შენი მამა არ არის უზენაესი. შენ ხარ უზენაესი. ჩვენ გგონია თავი ქრისტიანები და ვცხოვრობთ ასე. ქრისტემ თქვა ეს და ეს, ჩვენ ვაკეთებთ ამას და ამას. მაგალითად რა თქვა ქრისტემ? ხორციელებნებით ვერ შეხვალთ სასუფეველშიო. ჩვენ კი ვლოცავთ ერთმანეთს, როდესაც ვქორწინდებით და როდესაც ბავშვებს ვაჩენთ. გვიხარია, ნეტა რა გვიხარია. განა ქრისტემ სულ სხვა რამე არ თქვა. განა ქრისტე მოგცა ამის მაგალითი, რომ ოჯახი შეგვექმნა და ბავშვები გაგვეჩინა კვლავ. ეს რომ ღვთიური ყოფილიყო, ქრისტე ამის მაგალითს თავად დაგვიდებდა წინ, რომ შექმნით ოჯახი და გააჩინეთ ბავშვებიო. მაგრამ რა? შენ თავი ქრისტიანი გონია და მაინც შენსას უბერავ.
გონია, რომ ქრისტე დაგიფასებს ბავშვების გაჩენას, განამ არ გითხრა, ხორციელი ვნებით ვერ შეხვალ სასუფეველშიო? ხოდა ეს იმას ნიშნავს, რომ ნურც ოჯახს შექმნი და ნურც ვინმეს მიაგარებ შენ სხეულსო. ან სულ სხვა რამე თქვა ქრისტემ და ეს ბოდვა, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, არ მართლდება არანაირად. ერთი მხრივ იტყვი ქრისტეს ცოლი ყავდა და შვილებიო და ჩაგქოლავენ ეგ როგორ გამოვიდა შენი პირიდანო. მეორე მხრივ მაინც უნდათ ცოლებისა და ქმრების ყოლა და მაინც ქრისტიანები უნდათ რომ ერქვათ. აბსოლუტური შიზოფრენია არის ამ დედამიწაზე გაბატონებული. თუ კი ქრისტიანი ხარ, ქრისტეს მიბაძავ და თუ კი ვერ ხარ, მაშინ შენს თავს ქრისტიანს არ უწოდებ. და მე მაინც მჯერა, რომ ქრისტე ამის მაგალითს აუცილებლად მოგცემდა. აუცილებლად. ან ჩვენ ვართ შერეკილები და ვერ ვიგებთ რა უნდა გავაკეთოთ, ან კიდე თავს ვატყუებთ, რომ ქრისტეს არც ცოლი ყავდა და არც შვილები. გადაწყვიტე ერო, რა გინდა იყო ამ გაურებაში, თუ განმტკიცდე ქრისტიანობაში. შალვა კეკელია, შენ თუ ქრისტიანს უწოდებ შენს თავს, არც შვილი უნდა გყავდეს და არც ცოლი. არც ეს ხატი უნდა გეკიდოს გენიტალიებზე. და ყველა უნდა ბაძავდეს ქრისტეს თავისი უბრალოებით. 1500-იანი ანაფორა არიცვა ქრისტეს და შენთვის შესწირა ქრისტეს მამამ თავისი შვილი. მე ასეთი მამის არ მჭირა. მე ასეთი მამის ნამდვილად არ მჭირა. ქრისტე მაპატიე, მაგრამ შენი მამა ვერაფერს ცვლის. ვერაფერს ცვლის. გემშვიდობები და ამინ ამენით იესო ქრისტე.